გიფიქრია ოდესმე როგორ მოხვდნენ თითოეული პერსონაჟი ციფრულ ცირკში. როდის მოვიდნენ ისინი? ან თუნდაც მათი აბსტრაქციის ქრონოლოგია. კარგი მეგობრებო, ამ ყველაფერს აქვს თავისი ახსნა და ისტორია. დავიწყოთ. 1999 წელს კომპანია C და A ავიდარებდნენ თავიანთ ყველაზე ამბიციურ პროექტს, ხელოვნურ ინტელექტს, რომელსაც დამოუკიდებლად სამყაროების შექმნა შეეძლო. ამ პროექტში მთავარი მონაწილეები იყვნენ გრანტი, რომელიც უფრო ცნობილია როგორც კინგერი და ასევე სკრეჩი. სკრეჩის იდეებზე უკვე გავლენა ჰქონდა არასტაბილურ გონებას. იმავე წელს 1999-ში სისტემაში შევიდნენ პირველი საცდელი სუბიექტები. კინგერი, კუინი, სკრეჩი, სპაიკი, რეტი, ბისკო და ვორმო. სრულიად ნათელი არ არის იყვნენ თუ არა ისინი ციფრული ცირკის პირველი პროგრამისტები, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად გავიგეთ, მათი მოსვლა დაგეგმილი არ ყოფილა. სინამდვილეში ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ სკრეჩი, რომელიც ძალიან გაბრაზებულია კეინზე იმის გამო, რაც მან გააკეთა. და მიუხედავად იმისა, რომ ისინი იყვნენ პირველი თაობის პერსონაჟები საოცარ ციფრულ ცირკში, გასაკვირია, რომ ისტორიაში პირველი აბსტრაჰირებული პერსონაჟის გამოჩენამდე 1 წელი გავიდა. ეს იყო თავად სკრეჩი, იგივე რომელმაც კეინის შექმნის იდეები მისცა. ეს მოხდა 2000 წელს. შესაძლოა მათ არც კი იცოდნენ, რომ ცირკში აბსტრაჰირება შესაძლებელი იყო, რაც უდავოდ დიდ გავლენას ახდენდა იმაზე, რომ 1 წლის შემდეგ უკვე მეორე აბსტრაჰირებული გამოჩნდა. 2001 წელს აბსტრაჰირდა ბისკო, პატარა ჯამბაზი, რომელიც ლაქებიანი კოსტიუმით იყო. 2 წლის შემდეგ 2003-ში დაეცა სპაიკი, იისფერი დინოზავრი. იგივე დაემართა რატის 2005-ში და ვორმოს 2006-ში. და ბოლოს 2007 წელს აბსტრაჰირდა ამ სერიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონაჟი. ეს იყო პირველი თაობის პერსონაჟი, კუინი, კინგერის საყვარელი ცოლი. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ კინგერმა თავის ცოლს კუინის შეპირდა, რომ სანამ ერთად იქნებოდნენ, კინგერი არ დაუშვებდა, რომ მისთვის რამე მომხდარიყო. არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდება. ყოველთვის დაგიცავ. და ეხლა შენ მიდიხარ სარდაფში? მან თვითონ ნახა, როცა კეინმა ის სარდაფში შეიყვანა, ასე რომ კინგერი მარტო დარჩა. საოცარია, რომ ის არ აბსტრაჰირდა, მიუხედავად იმისა, რომ 2 წელი ზედიზედ მარტო დარჩა. ჩვენ არ ვიცით ამ დროს კეინთან ერთად თავგადასავლებს გადიოდა თუ რას აკეთებდა. მაგრამ მისი მარტოობა დასრულდა 2009 წელს, როდესაც რაგათა გამოჩნდა. და რაგათას გამოჩენამ გვაგრძნობინა, რომ ჯერ კიდევ იყვნენ ადამიანები C და A ობიექტებში. როდესაც რაგათა ცირკში ჩნდება, ამბობს: ბიჭებო, შეგიძლიათ მომისმინოთ, როგორ მოვიშორო ეს? არ ვიცი როგორ მოვიშორო ეს. არ არის ცნობილი იმ ბიჭებს ელაპარაკებოდა, რომლებიც შემდეგ გამოჩნდნენ თუ მკვლევარებს, რომლებსაც ციფრული ცირკის პროექტის გაგრძელება სურდათ. იმავე წელს ჩვენთან მოვიდნენ კოპმო და ვარდისფერი ციკლოპი, რომლებიც ციფრული ცირკის მეორე თაობის პერსონაჟები გახდნენ. 2010-ში ვარდისფერი ციკლოპი გაურკვეველი მიზეზების გამო აბსტრაჰირდა. სინამდვილეში ამ პერსონაჟზე თითქმის არ გვაქვს ინფორმაცია. საოცარია, რომ იმავე წელს გამოჩნდა პერსონაჟი ნარინჯისფერი ბაფთით, რომელიც ციფრულ ცირკში მხოლოდ 1 წელი დარჩა, რადგან მისი აბსტრაქცია 2011-ში მოხდა. და ამავე წელს ჩვენთან მოდის რიბიტი, გოგონა, რომელიც შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი გახდება ისტორიაში. 2012-ში ცირკს კიდევ 2 პერსონაჟი უერთდება, კურდრელი ჯამბაზი და ლურჯი ხამანცკა. ძალიან საიდუმლო პერსონაჟები, რომელთა შესახებაც ჩვენც ბევრი ინფორმაცია არ გვაქვს. მაგრამ კურდღელი ჯამბაზი თითქმის საერთოდ არ ჩერდება. ის ალბათ მოსვლის შემდეგ რამდენიმე დრეში აბსტრაქციაში გადადის. ლურჯი ხამანცკა ცოტა მეტხანს ძლებს. და შემდეგ 2013 წელს მოდის ჯაქსი, რომელიც დაამყარებს ახლო ურთიერთობას რიბიტთან და კოპმოსთან. მაგრამ ესეც კი საკმარისი არ იყო გარდაუვალის შესაჩერებლად. ხოლო 2014 წლისთვის ლურჯი ხამანცკა აბსტრაქციაში გადადის. მაგრამ ამავე დროს ასევე მოდის განგლი, რომელიც ჩამოსლის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე ემოციურად არასტაბილურად ჩანს. მაგრამ 2016 წელს ტრაგედია სამუდამოდ შეცვლის 2 პერსონაჟს, რადგან რიბიტი აბსტრაქციაში გადადის. და ეს სრულიად ცვლის ჯგუფის დინამიკას, რადგან რიბიტი იყო ერთ-ერთი იმ მცირეთაგანი, ვინც ჯაქსთან და კოპმოსთან ერთად სტაბილურად რჩებოდა. ამიტომ, როცა რიბიტი ვარდება, ჯაქსი ინგრევა.
ის ბევრად უფრო დისტანცირებული, აპათიური და ცივი ხდება ყველას მიმართ და ამ დროს ჯაქსი ცდილობს ამ ტრაგედიის გადატანას. იმავე წელს მოდის ზუბო, რომელიც გახდება ცირკის ბოლო გადარჩენილთაგან ერთ-ერთი. და მხოლოდ 2017 წელს მოვიდა ჩვენი მთავარი გმირი, პომნი. მისი მოსვლა აღნიშნავს მთელი ისტორიის ყველაზე კრიტიკულ წერტილს, რადგან პომნი შემოდის მაშინ, როცა ცირკი უკვე თავის ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია. მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, რომ იმავე დღეს, როცა პომნი მოდის, ხდება კოპმოს აბსტრაქცია. ასე რომ ჯაქსი სრულიად დაუცველი რჩება თავისი მხარდამჭერი ჯგუფის გარეშე. და ამით იწყება ციფრული ცირკის კოლაფსი. მაგრამ ეხლა ვინ აბსტრაქტივდება შემდეგ? შესაძლოა ისტორიაში ვერ ვიხილოთ, როგორ აბსტრაქტირდება ვინმე. მაგრამ საკმაოდ მაღალია ალბათობა, რომ ზოგიერთი პერსონაჟი ვეღარ გაუძლებს და საბოლოოდ ან გარდაიქმნება, ან აბსტრაქციის რეჟიმში გადავა. ის, ვიზეც ყველაზე მეტად ვფიქრობთ, რომ შეიძლება აბსტრაქტირდეს, ჯაქსია. ის უკვე არაერთხელ რაერთხელ იყო ისეთ მდგომარეობაში, როცა თითქმის აბსტრაქტირდა. სადაც კიდევაც გვაჩვენეს, რას ხედავენ პერსონაჟები, როცა უკვე აბსტრაქციის პროცესში არიან, აში არიან, ან ამ რეჟიმში იმყოფებიან. გარდა ამისა, ის ერთადერთია, ვინც ყველაზე მეტად დაშორდა მთელ ჯგუფს და ამას გარდა მას ჰქონდა საკმაოდ უცნაური ქცევები. განსაკუთრებით მერვე ეპიზოდში, მას შემდეგ, რაც კინგერთან საუბარი ჰქონდათ. სხვათა შორის გვაქვს ვიდეო, სადაც საუბარია თუ როგორ უკავშირდება ჯაქსი პერსონაჟთაც იმ ისტორიიდან, რომელმაც შთაგონება მისცა გასაოცარ ციფრულ ცირკს. აქ დაგიტოვეთ თუ გინდათ, ნახოთ. შემდეგი, ვისაც შეიძლება ჰქონდეს აბსტრაქცია, არის კინგერი. ის ყველაზე დიდი ხანია ციფრულ ცირკში და აქამდე გადარჩა, რაც ძალიან გასაოცარია. მაგრამ დროთა განმავლობაში ის სულ უფრო მეტად კარგავს გონებას. ჩვენც გვაჩვენეს, რომ მას სიზმარში ეცხადება თავისი ცოლი, კუინი, რომელიც ყველაზე მეტად ენატრება. გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც ვერ შეძლო შეჩერება, რომ არ მიეღო რაიმე სახის წუხილი, რამაც შეიძლება აბსტრაქციის ზღვარზე მიიყვანოს, შემდეგი, ვინც შეიძლება აბსტრაქციამდე მივიდეს, შეიძლება იყოს განგლი. ის ემოციურად ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილური პერსონაჟია და ნებისმიერ მომენტში შეიძლება მისმა ფიქრებმა ძლიოს. ეს კი ემოციებთან ერთად აბსტრაქციის ზღვარზე მიიყვანს. რაღაცა შეიძლება აბსტრაქციამდე მივიდეს, რადგან ის მეორეა, ვინც ყველაზე დიდი ხანია ცირკში იმყოფება. მან სადა ყველასთვის დედა ყოფილიყო, თითქოს ყველას გადარჩენა უნდა, მაგრამ სხვებისთვის ის უბრალოდ ნაჭრის თოჯინად ჩანს. იმ მომენტში, როცა ამას გააცნობიერებს და მიიღებს, თავის არსებობაში მიზანს ვეღარ იპოვის, რაც ალბათ აბსტრაქციამდე მიიყვანს. ზუბუ შეიძლება აბსტრაქციამდე მივიდეს, რადგან კეინმა ყველაზე ცუდი გზით გააცოცხლებინა თავისი ტრავმა. ეს ნამდვილად ტოვებს მასზე კვალს და აბსტრაქციამდე მიიყვას. ბოლო, ვინ შეიძლება აბსტრაქციამდე მივიდეს, პომნი შეიძლება იყოს, რადგან ის ყველაზე ცოტა ხანია ციფრულ ცირკში. როგორც ჩანს, ის ჯერ კიდევ ისე არ არის განადგურებული, როგორც სხვა პერსონაჟები. ჩანს, რომ მან გამბედაობა შეიძინა თითოეული იმ თავგადასავლით, რაც კეინმა მისცა. მაგრამ შესაძლოა, როცა ცირკის შესახებ რაღაცას აღმოაჩენს, რასაც ვერ გაუძლებს, მივა იმ შფოთვის წერტილამდე, სადაც ვიხილავთ, როგორ მიდის აბსტრაქციამდე. კარგი მეგობრებო, თქვენ რას ფიქრობთ პერსონაჟების ამ ქრონოლოგიაზე, როგორ მოხვდნენ ციფრულ ცირკში და როგორ მივიდნენ აბსტრაქციამდე? ხავთ თუ არა სხვა პერსონაჟი, რომელიც არ შევიტანეთ? კომენტარებში წავიკითხავთ თქვენს მოსაზრებებს.